გამარჯობათ მეგობრებო. დღეს არის 30 ივნისი 12:20 დღის. მოკლედ ბევრი ხანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ეს ინფორმაცია განცხადება პროსპერად გამეკეთებია. ვიფიქრე და მოვედი დასკვამდე რომ ეს წიგნი რომელიც დამეკარგა ნაშრომი ეს იყო ჩემი ცხოვრების მთელი ნამოღვაწარი. ესე იგი 1996 წლიდან 1996 წლიდან სულ მინდოდა წიგნის გამოშვება, რაღაცა დიდი წიგნის, აი ეს დიდი წიგნი. მოკლედ მივაღწე ამას რამდენი ვარ ნარბენი და ნათხოვნი და მოკლედ ვინ იცის რა, მაგრამ იმ დროს შესაბამისად რა პერიოდი იყო ხო 98-ში კი ვიყავი მე მზად და ბროშურას მაინც გამოუშვებ, თუ წიგნის საშუალება არის ბროშურას მაინც გამოუშვებ მე გამოუშვი რაღაცა ბროშურას ავიდ ორ ნაწილად, შემდეგ პრინტერული რაღაც დავბეჭდეთ და მე ჟურნალისტილში ასე ვთქვათ, მაგრამ ისიც არასრული იყო. შემდეგ მე ვამატებდი და მე უკვე ყდიანი და ოფიციალურად წიგნი ასაქვია. ეს იყო ჩემი ცხოვრების მიზანი. ესე იგი, რატო დაიკარგა შეიძლება და როგორ და რანაირად ესმე ლაივში კიდე ვილაპარაკე წინათ, მაგრამ ესე იგი, ვინაიდან ახლა ახალი წლის ბოლომდე ვაპირებდი გამოცემას, ხო, მასიურად, დავიწყე მუშაობა. D ფაილში შეინახე რომ მეუბნებოდა ყველა, იმიტომ რომ D ფაილში არ იკარგებაო არაფერია. D ფაილში ვინახავდი, მე ის რომ მქონდა მასიურად რომ მუშაობდი იმ პერიოდში, გადმოვიტანდი დესკტოპზე, ჩავმატებდი რაღაცას მემუშავებდი, მე ისევ D-ში გადამქონდა და რაღაც 3-4 დღე დამჭა დესკტოპზე ბოლოს. და სწორედ იმ დროს დაიკარგა ეს ყველაფერი. პრინციპში D-ში D-ს გაქრა. ეს გაქრა და F-ის საერთოდ ვინჩესტერი მეხსიერების რასაც ზახიან გაქრა. დაიწვა თუ ჯანდაბა რაღაც დაემართა, ხო? ესე იგი, იმდენი ისტორიები მაქვს ამ წიგნთან დაკავშირებული, რომ არ შეიძლება მისი ასე ვთქვათ, დაკარგვა ახლა მე კი დავკარგე, მაგრამ რაღაც ვიზუალურად ისა მეხსიერებით რაღაცა მაინც იქნება აღვადგინოთ ხო? რა თქმა უნდა, დიდი სამუშაო მექნება გასაკეთებელი. ესე იგი, ისიც მახსოვს, რომელი წელი იყო ახლა ვერ ვიხსენებ დეტალურად, მაგრამ 2000 დაწყებული იყო, 2004 ან 5 იქნებოდა. ესე იგი, მე და ჩემი ძმაკაც, მაგანაც იცოდა ჩემი ამბავი და მივედით ერთ პიროვნებასაც, რომელიც მაშინ არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას თუ არ ვცდები და ფულიანი კაცი იყოს. იმ დონემდე მივედი, დავიმცირე თავი, რომ მუხლი მოუდრიგე. წარმოგიდგენია ახლა ოღონ წიგნი გამომაშვებია თქო. მუხლი მოუდრიგე. ძმაკაცი გოჩი რომ მედგე, იმას ავტომატურად დაიჩოქ. და არც არაფერი. მე ყველას მე ხა დიდ მე ვამბობ ხა რაღაც ნიშნულ მომენტებს რა იმან და იმას შორის ახდებოდა ვინ იცის კაც მაგას რა ახსნის. მე იყო ფრიდონ თოდუა. ვიცი თქვენ ეს თბილისში კლინიკა რო აქვს და იმის უფროსი იყო და მოკდა. მასონი. ესე იგი მასთან მიშუამდგომა ორმა პიროვნებამ. მივედით. კი ბატონო, რა პრობლემა არისო, ესე იგი მომიტანეო, გადავხედავთო ესა და პირველად ეხა 1000 არ გინდა კაცო 500 გამოუშვათო ჯერო. და მერეო თუ ისაო წავიდაო რაღაცა, მე ჩავამატო, კი ბატონო, მე ვთხარი არ არის პრობლემა. ჩამოვიტანე თბილისში სემინარში, მივეცი, გადამაგზავნა ეს მეცნიერებათა აკადემიაში. გარკვეულ პიროვნებასთან ხა
მომენტ არ მახსოვს. ამაზე ყველაფერი ნასაუბრებია ვიდეოში. როდესაც ფრიზონ ნინჯია ვამხილე. მასონობაში და როცა მის კაბინეტში დავინახე მთელი მასონური სიმბოლოები და ნივთები და საგნები. და იმ კაცს მეცნიერა კადრ უნდა დაეცნო რეზოლუცია, მაგრამ ჯერ უნდა წაიგითხა ხო თავიდან ბოლომდე და მირეკავს ეს კაცი ესე სადღაც 5 ეგვლეში და ბატონო დავითიოს საიდან მოგაგდო ეს საბუთებიო მეუნება. ნუ რაღაცას ხო ვამტკიცებ ხო ისტორიულია თუ არა ისტორიული რავი რადარას არ ვეხები ხო? ნუ რატო მე ვთხარი რამე ეს არის არასწორია მეთქი არა იო მაგრამ მიყვისო და იცით რა მე მარტო 16 ფურცელი მაქვს ხა წაკითხულიო 16 ფურცელი მაგრამ რეზოლუციას დაგიდებდო არ მინდა მე ვთხარი ბოლომდე წაიგეთქეთ კაცო იქნება არის ისეთ რაღაცა მე კიდევ ვწდები მეთქი იქნება ხო ან ჩასასწორებელია კორექტირებელია გასაკეთებელია რა ამოსაღებია საერთოდ წაიგეთქეთ მე ვთხარი ბოლომდე და მე იმას ავხსენე და აი და დამთავრდა ერთი თვე და მირეკავს ეს კაცი დაგითხულია დადასტურებულია რეზოლუცია დადებული მაქვს და მობრძანდით მივედი და ვარ მე-6 საათზე და მორჩა ხალხო დასარეგია ინჯიასთან და ურეკავს ის კაცი უბრალოდ თუ მე დაურეკე მე დაურეკე და ბატონო ფრიდონ მორჩა ისა რეზოლუცია დადებულია ყველაფერი და ბატონო თქვენ ის არის თანხმობა და დასაბეჭდია და თანხა საჭირო მეთქი და უცებ მომიხრი ასე მე ხა ამისთვის ამცალიაო ესე იგი გავშეშთი გავუგნდი ალბათ მე ვიფიქრე ალბათ ვერ მისნო მეთქი იმაზე და შევახსენეთ კარგად მეორჯერ დაურეკეთ და იგივე პასუხიო ესე იგი რა დამიმართა ესეც რამდენჯერ მაგ ნათქვამი მაგრამ კიდე გამიმეორებ რომ მე-6 საათი მე ვთქვი აქედან გადავხტე მაგის ზედავატირეთ ხო იმიტომ ეს იმხელა იმპაქტი იყო ჩემთვის გესმით იმიტომ მანამდე რომ მეკითხებდნენ როგორ ახალ დავით ესა მეთქი რა ქვია მოიძებნა მეთქი სპონსორი რომ აი წიგნი გამოიცას მეთქი და უი იმათ უფრო მეტად უხაროდათ ვიდრე მე ნაცნობებს იმათ იმიტომ იცოდნენ რომ მთელი ამდენი ცხოვრების ნაწილი სულ წიგნი თუ მოკლედ ბევრი ამბავია კიდე და კარგით მოკლედ მივედით იმ დასმამდე რომ კომპიუტერია საჭირო მეგობრებო იმისათვის რომ რაღაცა იმ ფაილებიდან ის გამქრალი იქნება ვერავად უბრალოდ მეხსიერება ჭირდება და ინტერნეტში ბევრი სამოძრაო სამონტაჟო ბევრი რაღაცები და ნუ მოკლედ ამას ჭირდება ისეთი ნოუთბუქი რომელიც აი მე რომ მქონდა ფართე ეკრანიანი ანუ პატარა ეკრანიანი მონტაჟი კაციშვილი ვერ აკეთებს და არც გააკეთებს იმიტომ მონტაჟი ვინც აკეთებს ამხელა ეკრანი აქვს საერთოდ და ის იმის ნახევარი იქნება მე რაზეც ვამოყენა მოკლედ ამ კომპიუტერის სათვის საჭიროა სადღაც 2200 ლარი მინიმუმ მე დავდებ ხა დღეს ანგარის და თუ ვინმე ბავშვი ეს არ არის მარტო ეს წიგნი და რაღაცა ეს მთელი ისტორია იქნება მთელი ბიოგრაფია ჩვენი ქართველი ერისა 91 წლის 22 დეკემბრიდან მთელი ქრონოლოგია მაგაც ჩამოწერილი ვინ სად რა როგორ იმიტომ ყველა რომ ეკითხები და გეუბნებით ყველასე ეს არის ეს კაცი ეს არის ეს ხალი ეს არის საიდან ქრონოლოგია ვარ ცოცხალი მეთქი ხო ვამბობ ამის გარდა წინ არის ისტორია ნუ მე აქეთ ერთი ამბავიდან მოკლედ რა ვიცი და ყველაფერია იმიტომ იყო წიგნი რო ვერ გამოვიდა 2018-ში რო დავიწყე ფილმი ფორმულას ესე იგი დამზადება და მას სათაური ჰქონდა თუ გახსოვთ ცოცხალი წიგნი და რატო იმიტომ წიგნად ვერ გამოუშვი და იქ ჩავტენე ყველაფერი ნუ არა ყველაფერი მაგრამ 70% და წარმოიდგინე ასე რომ ამ ისე ქილება 91-ის ამ კვირას გავუშვებ რამე სამონტაჟოდ როგორ მიმიშოს უკვე ეს კომპიუტერი მაგრამ ნახოთ
და ანგარის დავდებ ახლა ცოტა ხანში სადღაც ალბათ 1 საათში და რა ვიცი აბა თუ ვინმეს გინდათ მართლა ეს არ იქნება ჩვეულებრივი წიგნი. ამ წელს გამორიცხულია ვეღარ გამოუშვებ უკვე. მაგრამ იმ წლისათვის მაინც მასიური მუშაობა დამჭირდება. თუ იქნება რა თქმა უნდა კომპიუტერი, ამ კომპიუტერით მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ეს იქნება არა მარტო სამაგიდო წიგნი, ეს იქნება სამეცნიეროს და ყველანაირი წიგნი, ყველანაირი. კარგით, დავდებ ცოტა ხანში ანგარის და ვნახოთ. აბა, კარგად, მომავალ შეხვედრამდე.